სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული გამოცდის, დაჯავშნის ვადებსა და მარშრუტებში ცვლილებებია. კონკრეტულად კი, როგორც მომსახურების სააგენტო იუწყება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა. ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი. საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3000-ზე მეტი ადგილი დაემატება. ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს. გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღების საგამოცდო პროცესის გაუმჯობესების მიზნით ქუთაისსა და ფოთში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა. ქუთაისში სატრანსპორტო საშუალების B1 კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი 4-ვე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით. ფოთში სატრანსპორტო საშუალების B და BE კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა 4 ახალი მარშრუტი, ხოლო C კატეგორიას, ასევე C1 და D1 ქვეკატეგორიებს 1 ახალი მარშრუტი. მე ვარ ინგა გოცაძე. გოცაძეა ჩემი მეუღლის გვარი. ისე კაბანაძე ვარ. წარმოშობით ვარ ჭიათურიდან. ჩვენი შთამომავლობა იქით რაც ცხოვრობთ, ვაკეთებთ ჭურებს, მექვევრეებს გვიძახიან. იქიდან გამომყვა ალბათ როგორც ჩანს ეს ცოტა ეს ხელოვნური სიტუაციები და რა ვიცი. თავიდან ეს არ შემინიშნავს. რას მარტო იმ ჭურებს არ ვაკეთებდით იქ და ვეხმარებოდი დედას და მამას. მის მერე ბავშვები წამოვზარდე, მეუღლე დამეღუპა და ცხოვრება გრძელდებოდა. ძულომივით ვიყავი ჩემი შვილებისთვის, რომ ის არავის არ ეთქვა, ობოლი არიან, ეს არ აქვთ, ის არ აქვთ, შეძლების დაგვარად. ამასთან ერთად 2 მულიშვილს ვსდიდი. იმდენი მადლი მაქვს ნაკეთები, ღმერთი ალბათ მიტომ მიდგას გვერდით. და განმაგრძე ასე ცხოვრება. არის ერთი 5 წელი რაც შევნიშნე და პირველი ჩემი ნაკეთობა იყო ის ბაყაყები რო გავაკეთე იქით. შევძელი, რამეს რო დაუკვირდები, რამეს რო ჩავიფიქრებ, დავხედავ, მეორედ რო დავხედავ, უკვე ვიცი იმას გავაკეთებ თუ ვერ გავაკეთებ. და შემიძლია რომ გავაკეთო. და დავიწყე აქედან ეს ჩემი ფუსფუსი ამ ზოში თუ რამე არის გაკეთებული, აქ რა მოუხდება, იქ რა მოუხდება, რას გავაკეთებ, როგორ მასიზამ და ზოგი გავაჩუქე, ზოგი გავყიდე. და რა ვიცი, გავაგრძელე ასე ცხოვრება. აქ მქონდა ვენახი. ჩემი მამამთილის დაფუძნებული ვენახი იყო, აღარც ისხავდა, აღარც აღარაფერი და გადავწყვიტე რომ გამეკეთებია ბასეინი. სხვათა შორის ამ ბასეინს ასეთი არა, მაგრამ ჩემი მეუღლე ამბობდა რომ აქ ამ ვენახს მოუხდება ბასეინი. და აგიხდა ყველაფერი კარგი, კი ვიზრუნე მაინც ამაზე და მოვამბი თავი როგორც 3 წელიწადი მქონდა ეს ორმო გათხრილი რომ ვაკეთებდი ამ ბასეინს. დავაყინე საშველი. გავაკეთე. მე ამას აქეთ რა მოუხდებოდა, იქით რა მოუხდებოდა. გადაწყვეტილი მაქვს რომ გავაკეთო, გავაგრძელო ეს ჩემი საზღვარი სანამდენაც არის და მინდა გავაკეთო ბავშვების საქანელა. ამ გარაჟზე მინდა დიდი ჭიშკარი რო გავაკეთო და ნახატები გავაკეთო, ისი აქ გავაკეთო და შესაძლებელია დროთა განმავლობაში მომინდეს რომ ესეო გადავაკეთო ბავშვთა გასართები ცენტრივით. ნუ ჯერ შუა გზაში ვარ რო იტყვია. არ არის ჯერ გაკეთებული. ნახოთ სანამდე მივალთ როგორ იქნება და რა ვიცი. 60 წლის რო გავხდები, აქ გავაკეთებ მაგარ სუფრას და დამთავრებული მექნება ყველაფერი. ეს არის ყველაფერი ბეტონით გაკეთებული. რომ მიჩერებიან სტუმრები როცა მოდიან, კითხულობენ, ეს ხი აქ იდგა? არ იდგა. ეს არის ბეტონით გაკეთებული. არის ისეთი კარგი ხელოსნების ნაკეთები, მე ამას ვერ დავიბრალებ, მაგრამ დღესდღეობით რო დავადგე, გავაკეთებ ასეც. ბევრი რაღაც ვისწავლე იმ ხალხიდან. მამაშვილი არიან და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე. რასაც შემით ვაკეთებდი, იქ დავინახე კიდე უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცა. და რა ვიცი, ყველაფერი ბეტონის არის.
ამ ბეტონზე მუშაობა სჭირდება კონსტრუქციებიც რამდენადაც. აქ ეს ჩემი ხელით მე ვადუღებ თვითონ, თავიდან გამიჭერდა, მაგრამ შედუღება ვისწავლე და ხუმრობდი პლოშადიც გონია მე დავადუღოთ ხო ისე დავხელავდით. ქალის საქმე არ არის მართალია, მაგრამ როცა გჭირდება, მეტი საშველი არ არის და უნდა გააკეთო და გავაკეთე კიდეც. და სხვათა შორის მე არა ვარ მხატვარი. არ შემიძლია იქიდან ერთი ნისკარტი რო ნისკარტი ეფრთაროფთა არის. აი თუნდაც ეს სკამი, ან თუნდაც ეს სოკო, მე ამას ვერ შევქნი ნახატით. არ შემიძლია. ბეტონი ხო რთული რაღაცა არის ისეთი, რომ ხელში უნდა მოიყვანო, თვალში უნდა მოგივიდეს. ეს ყველაფერი როგორ არის იცი? აი რო არ მომეწონება, გავაკეთებ, გავაგზელებ ისე ვისახე, მოუშლი. ერთი ნახევარი საათი მაინც ვწვალობ ამ ირემის თავის გაკეთებაზე, თუნდაც დათვის გაკეთებაზე, თუნდაც ელემენტარული გედების ნაკეთობაზე ვწვალობ, იმიტომ რომ ის იმას უნდა გავდეს. თვალში მყავს მოყვანილი რომ ეს იმას უნდა დაემგვანოს, თუ არა, პლასტელინიც რომ მომცე ხელში. პლასტელინი ხო ადვილი მოსაქნელია და ბეტონი უფრო რთულია. ბეტონით შემიძლია გავაკეთო და პლასტელინით ვერ გავაკეთებ. მეც მიგვირს სხვათა შორის. ეს გაუკვირდება ადამიანს, ხატვის ის არა მაქვს. მუსიკის არა მაქვს, მაგრამ ეს შემიძლია რომ ეს გავაკეთო და დავამყო. რომ მოდიან ახლა და ეს მოწონს, ის მოწონს, თუ რამეზე ხელი მომეკიდა და რომ უნდა წაიღოს და ეს ვაჩუქებ. გედები მიჩუქებია. ახლა დაავს ირემს ასე ვერ აჩუქებ, არც მაქვს მაგნენი გაკეთებული. ხშირად მაქვს სოკუები გაკეთებული, ხშირად მაქვს ეს პატარა გედები გაკეთებული. ჭიამაიები მაქვს გაკეთებული, ასეთ რაღაცას მოვკიდებ ხელს, იმათ უხარია, ჩემთვის ეს აღარაფერი აღარ არის. მიჩვეული ვარ უკვე ამ სიტუაციასთან. იმათ კი უხარიათ, მადლობელები არიან. ეს რა არის, ეს როგორ გააკეთე, ეს მეკითხებიან ახლა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს არ შეუძლია რომ გააკეთოს. ვერ აღიქვავს, რომ როგორ უნდა გააკეთოს. მოწონებით ყველას მოწონს. მიფიქრია მაგალითად, რომ ერთთვიანი კურსებიც რო გამევლო თბილისში, იმ ხელა მიდრეკილება მაქვს და მე ხო ვატყობ ჩემ იმას რა შემიძლია რა არ შემიძლია. აი ძალიან დავიხვეწებოდი. სულ ძალიან დავიხვეწებოდი და ჩემთვინაც კარგი იქნებოდა და საზოგადოებასაც შეიძლება გამოვდგომოდ. ისაც თავისი ჩანაფიქრი აქვს. არასდროს არ არის გვიან იმათი განხორციელება. ყოველთვის შესაძლებელი არის, თავარია მონდომება. შეგიძლია რომ ყველაფერი გააკეთო. ვფიქრობ, რომ სასარგებლო იყო ერთმნიშვნელოვნად ეს შეხვედრა, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ამაზე პირველივე დღეებიდანვე ვსაუბრობთ, აი რაც პროტესტი დაიწყო და უფრო ადრიდანაც ეს დამოკიდებულება გვაქვს, რომ მშობელთა ორგანიზაციებთან, მშობლებთან საზოგადოოდ ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა. აი ამ თვალსაზრისით მართლაც ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მზადდებოდეს. რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას, ამ მიმართულებით ბუნებრივია, რომ ამას მუშაობა დასჭირდება და ბუნებრივია, რომ ამ მუშაობას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობთ. ამასაც პირველივე დღიდან და ესეც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საკითხები, რომელთან დაკავშირებული ხედვაც ჩვენ მოვისმინეთ მშობლებისგან, ესეც ბუნებრივია არის განსაკუთრებული ინტერესისაგანი და ჩვენთვის ეს არის გარემოება, რომელსაც აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს. არ არის მარტივი ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, ეს ვინაიდან აი საუბარია 4 ტიპის, ასე ვთქვათ, მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღების მზადყოფნაც კი აბსოლუტურად თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. მე ადრეც აღვნიშნე, რომ აი ამ დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით გარკვეული ნაკლები კითხვები არსებობს და ვთქვათ, სხვასთან მიმართებაში მეტია ეს კითხვები და ასე შემდეგ. ეს რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს აუცილებლად საჭიროებს ძალიან დეტალურ ანალიზს, სწორად განსჯას იმისას თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამის მიხედვით გადაწყვეტილებების მიღებას. აი ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა. იყო საუბარი ისეთ საკითხებზეც, რომელიც ეხებოდა მაგალითად პოლიტიკოსების მხრიდან ამის არასწორად გამოყენებას და ასე შემდეგ. ბუნებრივია ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ უპირველესად ჩვენ
ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება რეალურად სასარგებლო თითოეული იმ პაციენტისთვის, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს ასეთი გადაწყვეტილებები. ჩვენ უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ გვექნება ასეთი შეხვედრა, ამ საკითხებზე კიდევ გაგრძელდება მსჯელობა და როგორც ეს დასაწყისშიც აღინიშნა, რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ოღონდ ამისთვის აუცილებელია, რომ გადაწყვეტილება იყოს მზად მიღებისთვის. ჩვენი მომდევნო შეხვედრების დროს, მათ შორის ამ თემაზეც იქნება საუბარი, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორ იქნება საჭიროებები, სად რა ეტაპზე ვართ, როგორ უნდა გავაგრძელოთ იგივე ერთმანეთთან კომუნიკაციაც და სხვადასხვა ფორმატები. ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა არის ყველაზე მეტად სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს რეალურად უნდა ემსახურებოდეს.